საღამომშვიდობისა პროგრამა ეპიცენტრის სიამოვნებით მოგესალმებათ. ზუსტად ერთი კვირა გავიდა ჩვენი წინა შეხვედრიდან. ეს კვირა საკმაოდ მძიმე გამოდგა სამართლიანობის აღდგენის მოლოდინში მყოფი საზოგადოებისაგან, რადგანაც იური ვაზაგაშვილის სიკვდილმა საზოგადოებაში არსებული კითხვის ნიშნები კიდევ ერთი საკმაოდ რთულად გასაცემი კითხვის ნიშნით დაამძიმა. დღეს ჩვენ შევეცდებით რამდენიმე ისეთ შეკითხვას გავცეთ პასუხი, რომელიც ჩვენი საზოგადოების ინტერესის სფეროს წარმოადგენს. გადაცემის სტუმარია საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი ალექსანდრე ბარამიძე. მოგესალმებით, აქტიურობთ Facebook-ის ჩვენს გვერდზე, რომლის მისამართით ამ წუთებში თქვენს ეკრანებზე ჩანს და დავუსვით თქვენთვის საინტერესო შეკითხვა ბატონო ალექსანდრეს. მოგესალმებით ბატონო. ბატონო ალექსანდრე, შესავალი ალბათ ბუნებრივი იყო, რომელიც ახლა მე გავაკეთე, რადგანაც საზოგადოება საკმაოდ დაიზაფრა გასულ კვირას მომხდარი ტრაგიკული შემთხვევით. იუსტიციის მინისტრმა ქალბატონმა თია წულუკიანმა თქვა, რომ საკმაოდ გაიწელა ჩვენი საზოგადოებისათვის სამართლიანობის აღდგენის პროცესი და ეს არსებულ ხელისუფლებას საკმაოდ რთულ ვითარებას უქმნის. თქვენი აზრით, რამდენად უნდა გქონდეს იმის მოლოდინი, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა, იმ ადამიანის მკვლელობა, რომელიც სამართლიანობის აღდგენას 2006 წლიდან ელოდა და იბრძოდა ამ სამართლიანობის აღდგენისთვის, ყოველ შემთხვევაში ცდილობდა, რომ სიმართლე კანონიერი გზებით მოეპოვებინა, რამდენად ადვილი იქნება მისი მკვლელობის გახსნა. ადვილი ასაკურველი არ იქნება პირველ რიგში. მინდა ვთქვა, რომ მართლაც მთელი ქვეყანა დაიზაფრა ამ აზრზენი აქტით. ყურადღებას იპყრობს თვითონ ცინიზმი და სითავხედე, როგორითაც და რა მეთოდითაც იქნა ჩადენილი მამა მოკლეს მოკლული შვილის საფლავზე. რა კომენტარი ჭირდება ახლა ამას? მაშინ როდესაც ის ყვავილებს უცვლიდა თავის შვილის საფლავს. ბუნებრივია ამის იქით უბრალოდ აღარაფერი აღარ არსებობს. როდესაც ქალბატონმა თეამ თქვა, რომ გაიწელა ეს პროცესი, ეს არ არის შეფასება, ეს არის ფაქტი. იმიტომ რომ არჩევნები შედგა 2012 წლის ოქტომბერში, დღეს ჩვენ ვართ 2015 წლის იანვარში. და არათუ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე არ არის გახსნილი, ახლა ამას ყველაფერს დაერთო იური ვაზაგაშვილის მკვლელობა აი ასეთი მეთოდით. რამდენად იოლი იქნება, რა თქმა უნდა არ იქნება იოლი, მაგრამ ბოლო 2 დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ ასე ვთქვათ, სიტუაცია ძალიან მალე გაიხსნება და დავინახავთ რაღაც გარკვეულ შედეგებს. ბატონო ალექსანდრე, ბოლო 2 დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები, როდესაც ახსენეთ, ალბათ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა ჰქონდათ მხედველობაში. რამდენად და კრიმინალური პოლიციის მოადგილეებს გადადგა. თქვენი აზრით, რამდენად ურთიერთკავშირშია ეს გადადგომები და რამდენად წაეხმარება ეს მოვლენები სწორედ აი ამ საქმის გახსნას? ახლა მინისტრის გადადგომა რო კავშირშია, ეს გონი თვითონ განაცხადა თავის განცხადებაში. ახლა ამითი რასაკვირველია, მე არ მინდა თქვა, რომ მინისტრი ამასთან კავშირში იყო, უბრალოდ მან თავის გადადგომა ამ ფაქტს დაუკავშირა. ასეთი რამე ამ ქვეყანაში დამერწმუნებით არ ხდებოდა. აქედან გამომდინარე, ეს პრინციპში ძალიან ექსტრაორდინალური შემთხვევაა და რაც თავარია, სიახლეა, რომ რაღაც გარკვეულ კრიმინალურ ფაქტთან დაკავშირებით მინისტრი აკეთებს განცხადებას გადადგომის შესახებ. ცხადია, მე უერთდები იმ ადამიანების აზრს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს იყო სწორი ნაბიჯი იმდენად, რომ შესაძლოა მინისტრი ამასთან კავშირში არ იყო, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც ჩანს, გარკვეული პირები სამართალდამცავ სტრუქტურაში, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში შესაძლოა, რომლებსაც ჰქონდათ გარკვეული კავშირი ზურაბ ვაზაგაშვილის და სხვების მკვლელობასთან იმ ალბედი დღეს 2006 წელს, შეიძლება კიდევ არიან იქ. აქედან გამომდინარე, პასუხისგებლობა, რომელზეც საუბრობდა მინისტრი, მორალური პასუხისგებლობა, აიძულებდა მას, რომ გაეკეთებინა ეს ნაბიჯი.
ბატონო ალექსანდრე, თუ არიან თქვენი აზრით, აი ასეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ კავშირი, შესაძლო კავშირი წინა წლებში ჩადენილ დანაშაულებებთან, ანუ მე მხედველობაში მაქვს კორუფციული დანაშაული, მე კორუფციას, როდესაც ვამბობ, არ გულისხმობ მხოლოდ ფულის აღებას, არამედ კორუფცია ძირითადად ნიშნავს დაკავებული თანამდებობის ბოროტად გამოყენებას. თუ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ხელს აფარებდნენ დამნაშავეებს ან ხელს უწყობდნენ, მაგალითად პროკურატურაში. პროკურატურის რეფორმაზე როდესაც ვსაუბრობთ, ხომ არ ისახავს მიზნად ეს რეფორმა სწორედ ასეთი ადამიანებისაგან პროკურატურის ასე ვთქვათ გაწმენდას. ხა მე კონკრეტულად ცხადია ვერავის ხელს ვერ დავადებ და ვერ ვიტყვი რომ ესა თუ ის პირი რომელიც მუშაობს პროკურატურაში ან რომელიმე სხვა სამართალდამცავ სტრუქტურაში არის გახვეული რაიმე დანაშაულში, მათ შორის კორუფციულ დანაშაულში. მე ამას ასე პირდაპირ ვერ ვიტყვი. მაგრამ ახლა არც პროკურატურაში და არც შინაგან საქმეთა სამინისტროში და ბევრ სხვა სამინისტროში რომ ყველაფერი მთლად კარგად არ არის, ამის თქმა და აღიარება ჩემი მხრიდან ასე თქვათ არაფრის მომცემი არ იქნებოდა. იმიტომ რომ ხალხი ხედავს ხომ, აქედან გამომდინარე რაღაცას როგორ ჩანს ისე არ აქვს ადგილი, როგორც უნდა კონდეს და რეფორმა როდესაც ცხადდება სწორედ იმ თვალსაზრისით, რომ სისტემურად რაღაცები უნდა შეიცვალოს, მათ შორის უნდა შეიცვალოს მთავარი პროკურორის დანიშვნის წესი, მათ შორის უნდა შეიცვალოს მთავარი პროკურორის პასუხისგებლობის წესი, ანუ ვის წინაშე უნდა აგებდეს ის პასუხს, უნდა შეიცვალოს დისციპლინური დევნის წესი პროკურატურის ორგანოებში საერთოდ ქვემდგომი პროკურორების მიმართ და ბევრი რამე უნდა გახდეს უფრო თვალსაჩინო, უფრო ღია საზოგადოებისთვის და უფრო დასაბუთებული მათ შორის საკადრო გადაწყვეტილებების მიღების დროს. ეს გამოცხადდა და ამაზე ჩვენ მუშაობთ და ეს ასეც იქნება დარწმუნებული. ბატონო ალექსანდრე, თქვენ როგორ ფიქრობთ, როდესაც საზოგადოებაში ჩდება ეჭვი, რომ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების საქმეები, რომელიც სასამართლოს გადაეცა და ძალიან ბევრ მუხზე რომლის ბრალდებაში საზოგადოებას ეჭვი არ ეპარებოდა ბრალეულობაში, გამამართლებელი განაჩენი გამოვიდა. ერთის მხრივ ეს ნიშნავს, რომ სასამართლო ხელისუფლების ეწოლას არ განიცდის, მაგრამ მეორეს მხრივ ხომ არ არის ეს კომპეტენციის დეფიციტის გამო, იმ ადამიანების კომპეტენციის დეფიციტის გამო ერთის მხრივ, რომლებიც პროკურატურაში, ანუ ბრალდების მხარეს წარმოადგენენ და მათ უნდა შეესწავლათ და წარმოედგინათ სასამართლოსთვის ეს საქმეები, ან მეორეს მხრივ რაღაცა ინტერესი. არ ვიცი, ინტერესი ვერაფერს არ მოგახსენებთ. რა შეეხება იმას, რომ სასამართლოები ამართლებენ ხოლმე ბრალდებულებს, მათ შორის საკმარისად გახმაურებულ საქმეებში, ეს ერთის მხრივ მეტყველებს იმაზე, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი. არავინ იღებს ყურმილს, არავინ ურეკავს მოსამართლეს. არავინ ეუნება მას, რომ მაინდა-მაინც გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი. ეს მე მიმეცნი, რომ ეს არ არის ცუდი. ეს კარგია პირდაპირ ვიტყვი. ეხლა ცხადი არ არის კარგი ის, რომ როდესაც თქვათ ბრალდების ხარე შესაძლოა ბოლომდე ვერ ართმევს თავის მოვალეობებს თავს და რისი დამტკიცებაც მისი უშუალო მოვალეობა, როგორც ჩანს, თვათ ვერ ამტკიცებს. დიახ, ეს მხოლოდ საქართველოში არის, საბერძნეთშიც ასევე ბრალდების მიერ წარდგენილი საქმე, იქაც ფაქტურად გამამართლებელი თუმცა აქვე სასამართლოებზე შეიძლება კვლავ რომ მიუბრუნდეთ თვითონ მოსამართლეებს, არა? ხა მოსამართლეებს კი გამოაქვთ რაღაც გარკვეული გადაწყვეტილებელი, თქვათ გამამართლებელი განაჩენი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის მაინც და მაინც სამართლიანია მარტო იმიტომ, რომ თქვათ გამამართლებელი განაჩენი იქნა გამოტანილი. რა თქმა უნდა. გამამართლებელი განაჩენი ისევე შეიძლება უსამართლო იყოს, როგორც გამამტყუნებელი განაჩენი, ხო მართალია? ყველაზე მთავარი მიღწევა ამ წუთში არის ის, რომ სასამართლო დამოუკიდებელია, ეს ფაქტები ამაზე მეტყველებს, ხოლო პროკურორების, მოსამართლეების და სხვების პროცესის მონაწილე მხარეების კვალიფიკაცია რომ უნდა გაიზარდოს, ამის დამალვასაც ცხადია მე არ ვაპირებ, რა თქმა უნდა გაიზარდოს, ჩვენ ძალიან შორსა ვართ იმ სტანდარტებისგან, როგორიც გააჩნიათ
განვითარებულ ქვეყნებს. ამ სტანდარტებზე ცოტა მოგვიანებით უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ მე მაქვს ასეთი შეკითხვა, თუმცა ჩვენ მივადექით სასამართლოს. აქტუალურია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ასე ვთქვათ, დანიშვნა, ვაკანსია იქნება სულ მალე. მე მაინტერესებს თქვენის აზრით, რა უნარჩვევებს უნდა ფლობდეს ის ადამიანი, რომელიც უნდა ავირჩიოთ აი ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, იმიტომ რომ ეს არის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მე ასე ვფიქრობ, შტო და თქვენის აზრით რა მექანიზმებია იმის, ასე ვთქვათ, საფუძველი, რომ ეს ადამიანი პოლიტიკური ყველანაირი ზეწოლისგან იყოს თავისუფალი. თუ დევს ჩვენს კანონმდებლობაში, აი ამ არჩევასთან დაკავშირებით, ის მექანიზმები, რომელიც ამას აბსოლუტურად გამორიცხავს. გამორიცხვა არაფერს არ შეიძლება, სულ რომ იდეალური კანონი. აბსოლუტურად არ შეიძლება ალბათ. იდეალური კრიტერიუმებით რომ დასახოთ, ვერაფერს ვერ გამორიცხავთ, თუ კი თქვათ, რაღაც მოვლენები გარკვეული მიმართულებით განვითარდა, ხო? ხა თქვენ იკითხეთ, რა თვისებები უნდა ქონდეს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეს. პირველ რიგში ის უნდა იყოს კარგი იურისტი. უბრალოდ ასე ვთქვათ, იურიდიული განათლება აქ საკმარისი არ არის ასაკურველი. ის კარგი იურისტი უნდა იყოს, მას როგორც იურისტს უნდა ქონდეს გარკვეული ავტორიტეტი. მეორე, მას უნდა ქონდეს ავტორიტეტი როგორც პიროვნებას, ანუ მისი მორალური მხარე, მისი ზნეობრივი მხარე, მისი რეპუტაცია უნდა იყოს ძალიან მაღალი. ცხადია, ის უნდა იყოს პიროვნულად დამოუკიდებელი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია მას ქონდეს გარკვეული პოლიტიკური შეხედულებები. მას შეიძლება რომელიღაცა პოლიტიკური ძალა მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, ვიღაცის მიმართ სიმპათიები ქონდეს ან არ ქონდეს, მაგრამ იგი უნდა იყოს დამოუკიდებელი, განსაკუთრებით მას მერე რაც იმ თანამდებობაზე დაინიშნება, ის უნდა იყოს აბსოლუტურად პირუთვნელი და უნდა მისი უფროსი უნდა იყოს მხოლოდ კონსტიტუცია და კანონი და სხვა არაფერი. ჩემი აზრით ეს არის. ეს ძალიან მარტივი ჩამონათვალია, თუმცა ამ საკმარისად რთული კრიტერიუმებია. აქედან გამომდინარე, ნახოთ. იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენ შევძლებთ ისეთი კანდიდატის არჩევას, მე ხედველობაში მაქვს, რომ ჩვენ ვამბობ, ქვეყანას ვგულისხმობ და სახელმწიფოს. იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობაა და პოზიციაა. ბატონო ალექსანდრე, წინა ხელისუფლების ჩინოვნიკებთან დაკავშირებით მაქვს რამდენიმე შეკითხვა. ქალბატონმა თეა წულუკიანმა ბრძანა, რომ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ყოფილი პრეზიდენტის ძებნა მას მიაჩნია, რომ არც თუ ისე უიმედო საქმეა. თქვენ როგორ ფიქრობთ, შეძლებს საქართველო დაუსაბუთოს დანარჩენ, ასე ვთქვათ, სამყაროს და ჩვენ ძირითადად ალბათ გეზი გვაქვს აი დასავლეთისკენ, რომ პრეზიდენტი დამნაშავეა და მან პასუხი უნდა ააგოს. ეს ყველაფერი რასაკვირველია დამოკიდებულია იმაზე, რამდენად საქმე იქნება სავსე, ასე ვთქვათ, საფუძვლიანი მტკიცებულებებით და დამარწმუნებელი მტკიცებულებებით, რომელთა ერთობლიობა დაარწმუნებდა ობიექტურ დამკვირვებელს, რომ ეს წაყენებული ბრალი კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში არის საფუძვლიანი დარჩენა. დღეს როგორ არის ვითარება? დღეს როგორ არის ვითარება? არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ მე არათუ მე, არამედ იუსტიციის მინისტრიც აღარ აქვს მოგეხსენება, დიდი ხანია უკვე, წელიწად ნახევარია, უფლებამოსილება რომ ჩაიხედოს რომელიმე სისხლის სამართლის საქმეში. იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ამისთან უფლებამოსილება არც არასდროს არ ქონია. აქედან გამომდინარე, მე არ ვიცი ბრალდების მდგომარეობა ყოფილი პრეზიდენტის მიმართ რომელიმე საქმესთან დაკავშირებით რა ვითარებაა იქ ახლა. დიახ, თქვენ როგორც იურის როგორ მიგაჩნიათ, ეს აუცილებლობაა დღეს მიხეილ სააკაშვილისათვის ასეთი ბრალის დაყენება და მისი ასეთი ძებნა? კანონის წინაშე სამართლიანობის პრინციპიდან თუ ამოვალთ, რომ ნებისმიერი პირი, ასე ვთქვათ, თანაბარია კანონის წინაშე, მათ შორის პასუხისგებლობის კუთხით, თუ არსებობს, ასე ვთქვათ, დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამა თუ იმ პირმა განრჩევად იმისა ყოფილი პრეზიდენტია, იგი თუ ვინმე სხვა, ჩაედინა დანაშაული,
ბუნებრივია ამისთან ბრალი, მაშინ უნდა იყოს წარდგენილი რაზე ელაპარაკი. რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს, მას ბრალის წაყენებული აქვს და მის მიმართ სასამართლოს განაჩენიც აქვს გამოტანილი. თვითმხილველებიც კი ამბობენ, რომ იგი უკრაინაში იმყოფება და რჩევებს აძლევს უკრაინის ახალ ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, მე მაინტერესებს დაუშვათ მე მიმაჩნია, რომ უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და მიმაჩნია, რომ ჩვენ ძალიან ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს, როგორც მეგობრობის თვალსაზრისით, ასე საერთო დაუშვათ არა კეთილმოსურნე ქვეყნებთან დამოკიდებულებაში. როგორ უნდა მოიქცეს საქართველო იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება ზუსტად, რომ ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ზედაქალაქში იმყოფება და ჩვეულებრივად ასე ვთქვათ ფუნქციონირებს როგორც იურისტი და სახელმწიფო გადაწყვეტილებებშიც კი იღებს მონაწილეობას. ახლა ცხადია არ არის სადაო, რომ ჩვენი ქვეყნები არიან მეგობარი ქვეყნები, ჩვენ გვაკავშირებს ხანგრძლივი ისტორიული წარსული, მათ შორის ისტორიული წარსული საბჭოთა პერიოდშიც, პოსტსაბჭოთა პერიოდშიც, ჩვენ გვაკავშირებს საერთო მიზნები, ჩვენ ორივე ქვეყანას ორივე ერს სურს, რომ იყოს დამოუკიდებელი, იყოს ევროატლანტიკური სტრუქტურების ნაწილი, ჩვენ ამაში არ განსხვავდებით. ახლა თვითონ ის ფაქტი, რომ თქვათ შესაძლოა ყოფილი იუსტიციის მინისტრი დაინიშნოს რაიმე თანამდებობაზე, ეს ძალიან სამწუხაროა, რასაკვირველია. იმიტომ რომ ბუნებრივია, თუ კი ჩვენ თვლით, რომ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, რასაკვირველია, ჩვენ ვერ შევაფასებთ დადებითად იმ ფაქტს, რომ ეს ადამიანი არათუ არ იქნება გადმოცემული ქართული სახელმწიფოსათვის, არამედ პირიქით, ასე ვთქვათ, აღიარებული იქნება ოფიციალურ დონეზე ეს როგორ უნდა დააფიქსიროს ჩვენმა ქვეყანამ. მე ვიტყოდი, რომ უნდა გამოხატოს უკმაყოფილება, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს უკმაყოფილება უნდა იყოს საკმარისად თავშეკავებული, იმიტომ რომ ცხადია ხდება რაღაც გარკვეული უთანხმოებანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ორი ერი ამის გულისთვის ერთმანეთს უნდა დაცულდეს. უკმაყოფილება რასაკვირველი არის გამოსახატავი და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი რამ თუ მოხდა, საქართველოს მთავრობას ექნება თავის რეაქცია. და ბოლო კითხვა ისევ უკრაინასთან, ბოლო კითხვა სანამ მაყურებელს გადავცემდეთ, ასე ვთქვათ, ეთერს. ბატონო ალექსანდრე, კანონმდებლობით ის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ბრძოლობს უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებებში ქვეყნის მიღმა, აქ ხდება სისხლის სამართლის, ასე ვთქვათ, სისხლის სამართლის დევნის სუბიექტი. რამდენად ეხება ეს იმ ადამიანებს, ვინც დღეს უკრაინაში ბრძოლობენ და რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ორივე მხარეს ბრძოლობენ. როგორც ეგრეთ წოდებული ბოივიკების მხარეს, ასევე უკრაინული გვარდიის რიგებში. ამ ცვლილებებით, რომელიც შედის სისხლის სამართლის კოდექსში, კრიმინალიზებულია უკანონო სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობა. ხა ის შეიარაღებული ფორმირებები, რომლებიც უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებელი უკრაინის სახელმწიფოს მიერ არის შექმნილი, კონტროლირებადი, ორგანიზებული და ასე შემდეგ, უკანონო ცხადია არ არის. აქედან გამომდინარე, ამ მხარეს ბრძოლა, ანუ უკრაინის ხელისუფლების მხარეს ბრძოლა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, რა თქმა უნდა, უკანონობად არ ჩაითვლება და ასეთი ადამიანი ცხადია ვერ იქნება, ასე ვთქვათ, მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში. რაც შეეხება ბოევიკების მხარეს ბრძოლას, ესენი არის ზუსტად უკანონო ფორმირებები, იმიტომ რომ ისინი ებრძვიან უკრაინის დამოუკიდებლობას, მის ტერიტორიულ მთლიანობას, ისინი არიან კონტროლირებული, მართული და ასე ვთქვათ, ორგანიზებული და შეიარაღება მიწოდებული და ასე შემდეგ. სხვა სახელმწიფოს მხრიდან, თუ კი რამე არის უკანონობა არის სწორედ ეს და აქედან გამომდინარე ამ მხარეს ბრძოლა ბუნებრივია
იქნება კვალიფიცირებული როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. დიდი მადლობა, ეს მნიშვნელოვანი განმარტება, მე ვფიქრობ დღეს და აქტუალური. ნახოთ ჩვენი მაყურებელი რას გვეკითხება. ამ წუთებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურის ის თანამშრომლები, რომელსაც შეხება ქონდა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან, მიმართეს გენერალურ პროკურორს, რომ დროებით დატოვონ თანამდებობა, სანამ არ მოხდება საქმის გამოძიება. ამ წუთას ვრცელდება ეს ინფორმაცია და ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია ისმის კითხვა. აუცილებლად საჭირო იყო იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება, თქვათ რომ დაწყებულიყო რაღაც გარკვეული პროცესები პროკურატურაში, ამას გვწერენ მაყურებლები. ეს არის რიტორიკული შეკითხვა. ბუნებრივია ამისთვის ეს ტრაგედია და ეს ლამის ტერორისტული აქტი არ იყო აუცილებელი ცხადია, მაგრამ რაღაც მაპროვოცირებული გახდა. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რაც ცოტა ხნის წინ თქვი, რომ არსებობს ბოლო 2 დღის განმავლობაში მოვლენები ისე ვითარდება, რომ გვაქვს იმედი, სრული საფუძველი ვიქონიოთ იმედი, რომ ორივე საქმეს, ზურაბ ვაზაგაშვილის ყოლობის საქმეს და იური ვაზაგაშვილის ყოლობის საქმეს ნათელი მოეფინება. როდის უნდა განხორციელდეს პროკურატურის რეფორმა? პროკურატურასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვაა თავმოყრილი და მე შევეცდები ყველა ერთად დაგისვათ, როდის განხორციელდება რეფორმა, მუშაობა დაწყებულია, რამდენად გაამართლებულია მისი პროკურატურის ყოფნა ამჟამად იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში. როგორ ფიქრობთ, როგორი სისტემა უნდა შექმნას იმისთვის, რომ პროკურატურა იყოს დამოუკიდებელი, თუმცა ანგარიშვალდებული იყოს პარლამენტის წინაშე ან სამართლის წინაშე? როგორ ფიქრობთ? და არსებობდეს თუ არა სპეციალური წესი? კი ბატონო, რაც შეეხება რეფორმის მიმდინარეობას, მოგეხსენებათ, რომ ოპერატიულად ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გაიმართა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათა შორისო საბჭოს სხდომა. სხდომამ დაავალა მის სამდივნოს, რომელიც გახლავთ იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი, რომ მოემზადებინა ყოვლისმომცველი კვლევა თუ რა როლი აქვს პროკურატურას, რა ადგილი აქვს ამა თუ იმ სამართლებრივ სისტემაში. ეს კვლევა არის მომზადებული, დაახლოებით 120 გვერდისგან შედგება ეს კვლევა. საკმარისად, ასე ვთქვათ, ყოვლისმომცველი კვლევა არის. აქ განხილულია როგორც ვენეციის კომისიის და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ დადგენილი სტანდარტები ამ სფეროში, ისე განვითარებული ქვეყნების, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე ევროპული ქვეყნების, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოდელები და პრაქტიკა. ეს ყველაფერი არის მზად, ეს არის ძალიან კარგი ბაზა იმისთვის, რომ ჩვენ შევაფასოთ, როგორი მოდელი გვჭირდება. ხა მეორე კითხვას რო უპასუხო, რამდენად გამართლებულია პროკურატურის ყოფნას იუსტიციის სამინისტროს სისტემაში განსაზღვრავს კონსტიტუცია. ეს პირდაპირ წერია კონსტიტუციაში. სანამ ეს წერია კონსტიტუციაში, სხვა მოდელს უბრალოდ ჩვენ ვერც ავირჩევთ. არსებობს ქვეყნები, სადაც პროკურატურა არის იუსტიციის სამინისტროს, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში, არსებობს ქვეყნები, სადაც ის სახელმწიფო ხელისუფლების ნაწილია, არსებობს ქვეყნები, სადაც ის დამოუკიდებელია და პრინციპში ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. არც ერთი ეს კვლევა, რომელიც ვახსენე, აჩვენებს, რომ არც ერთი არ არის ისეთი, რომელზეც შეიძლება თქვა, რომ აი ეს უპირატესობით სარგებლობს მეორესთან შედარებით. ეს არის სუვერენული სახელმწიფოს არჩევანის საკითხი. ხა ჩვენ ამას ხადია ისე უწყებათა შორისო საბჭო, სადაც ყველა შესაბამისი უწყება არის წარმოდგენილი და არა მარტო შესაბამისი უწყებები საქართველოს სახელმწიფოსი, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები არიან. აი იქ გვაჩვენებს ეს დისკუსიები, რომელიც ჯობს. ეხლა ჩვენ თუ ავირჩევთ განსხვავებულ მოდელს იმისგან, რაზეც მითითებას გვაძლევს კონსტიტუცია, მაშინ დაგვჭირდება კონსტიტუციის შესვლა, ეს კი მოგეხსენებათ გარკვეულ, ასე ვთქვათ, პროცედურებს მოითხოვს ძალიან რთულს. როდისთვის ვარაუდობთ პროკურატურის რეფორმის განხორციელებას? ეს იყო პირველი კითხვა. როდისთვის ვარაუდობთ, თუ ჩვენ უნდა შევცვალოთ
ერთი წელი გჭირდება მართლა იმისთვის, რომ დღეს რო დაიწყო კონსტიტუციური პროცედურები, ორ სესიაზე არის კენჭი საყრელი, 113 ხმა არის მოსაგროვებლად. ამას მუშაობა უნდა. ამიტომ თუ კი ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ პარლამენტის მიერ დაქვემდებარებაზე მაგალითად, მაშინ უნდა ანგარიში გავუწიოთ იმას, რომ რეფორმა ძალიან მალე ვერ განხორციელდება. თუ ჩვენ არჩევანს გავაკეთებთ იმაზე, რომ ის დარჩეს აღმასრულებელი ხელისუფლების, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, მაშინ რეფორმა ბევრად უფრო სწრაფად შეიძლება განხორციელდეს. იქ კანონის შეცვლა დაგჭირდება მაშინ გარკვეული იმ მოდელების მსგავსად, რომლებიც არსებობს სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში და ეს ბევრად უფრო იოლია, მაგრამ კიდევ მეორებ ამაზე ყველაფერზე უნდა იმსჯელოს იმ საბჭომ, რომელიც თუ არა მომხედა შესაძლებელია თუ არა, რომ იუსტიციის მინისტრს დაუბრუნდეს გენერალურ პროკურორზე ზედამხედველობის ფუნქცია. ნახოთ კიდევ მე ახლა არ მინდა ლუკიანმა გადაცხადა, რომ ამის წინააღმდეგია, რომ პროკურორის ფუნქცია დაუბრუნდეს იუსტიციის მინისტრს. არა, პროკურორის ფუნქცია რომ იუსტიციის მინისტრს დაუბრუნდეს, არა, ამას გამორიცხავ მეც, იმიტომ რომ ეს არ უნდა იყოს დემოკრატიულ სახელმწიფოში. ცალსახად იუსტიციის მინისტრი არ უნდა იყოს პროკურორი იმავე დროს. სხვა საკითხია, რომ თუ პროკურატურა დარჩება იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, მაშინ იუსტიციის მინისტრს გარკვეული უფლებამოსილებები, ოღონდ არა წმინდა საპროკურორო, ცხადია უნდა გაეზარდეს, მე ვარაუდობ, ოღონდ რაღაცა გარკვეული კოლეგიური ორგანოც უნდა შეიქმნას გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებისათვის. მაგრამ ეს ჩემი ვარაუდია, როგორც ერთ აღებული იურისტის, ჯერჯერობით იუსტიციის სამინისტროში ოფიციალური პოზიცია არ შეგვიმუშავება. ერთ-ერთი რაც გავაკეთეთ და მე მგონი კარგად, საკმარისად საფუძვლიანი კვლევა დავდეთ. ბატონო ალექსანდრე, ხა რამდენიმე წუთით უნდა გავიდეთ რეკლამაზე, შემდეგ კი დავბრუნდებით ეთერში და ვისაუბრებთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალ კოდექსზე. რამდენიმე წუთში ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვიქნებით, არ გადართოთ.